გამარჯობათ. როგორ ხართ? დღევანდელი პოდკასტის თემა არის ჩემი ყოველდღიური რუტინა. ვისაუბრებ ჩემი ამჟამინდელი ერთი სამუშაო დღის შესახებ. სამუშაო დღეებში მე ვიღვიძებ დილის 7:30-ზე. მაღვიძარას ვაყენებ 6 საათზე და ვცდილობ ამ დროს ავდგე. მაგრამ უმეტესად 7:30-ზე ვიღვიძებ. შემდეგი 9 საათი ვემზადები სამსახურში წასასვლელად. მე ვიბან პირს, ვიხეხავ კბილებს და ვიცვამ ტანსაცმელს. ამის შემდეგ მე ვამზადებ საუზმეს. საუზმეზე ძირითადად ვსვამ ყავას და ვჭამ პურს ყველთან ერთად, ან ნამცხვარს ხილთან ერთად. თუ დრო მაქვს, დილით 15 წუთი მსუბუქად ვარჯიშობ. 8 საათზე გავდივარ სახლიდან. მე ავტობუსით მივდივარ ქალაქის ცენტრში, შემდეგ მეტროთი მივდივარ სამსახურში. ოფისში ვარ 9:15 აკლია. 9 საათიდან მე ვიწყებ მუშაობას. 9 საათიდან პირველ საათამდე მე ვმუშაობ. პირველ საათზე ვჭამ ლანჩს ჩემს კოლეგებთან ერთად. თუ კარგი ამინდია, ლანჩს გარეთ, ოფისის ეზოში ვჭამ. 2 საათიდან 6 საათამდე ვმუშაობ. შემდეგ კი სახლში მივდივარ. მე სახლში ვარ 7 საათზე. მე ყოველ საღამოს ვამზადებ ვახშამს. 8 საათზე ვჭამ. შემდეგ ვრეცხავ ჭურჭელს. 9:30-ზე მე ვბანაობ. საღამოს ძილის წინ მე ვმეცადინეობ, ვკითხულობ წიგნს ან ვუყურებ სერიალს. ამჟამად ვსწავლობ იაპონურ და კორეულ ენებს და ვცდილობ ყოველდღე დრო დავუთმო სწავლას. მე ასევე ხანდახან ვურეკავ ჩემი ოჯახის წევრებს საქართველოში და ველაპარაკები ტელეფონზე. მე ვიძინებ 11:30-ზე. სამუშაო დღეებში მე საკმაოდ დაკავებული ვარ. თუმცა კვირაში 3-ჯერ მე სახლიდან ვმუშაობ და ასეთ დღეებში უფრო მეტი დრო მაქვს დასასვენებლად. დღევანდელი პოდკასტი იყო იმის შესახებ, თუ როგორ ვატარებ მე ჩემს სამუშაო დღეს. პოდკასტის ტექსტის სანახავად გთხოვთ გადმოიწეროთ ფაილი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოს აღწერაში. დიდი მადლობა მოსმენისთვის და გთხოვთ გადმოიწეროთ არხი, თუ გაინტერესებთ ქართული ენის შესწავლა და გსურთ მეტი ვიდეო ნახოთ. გთხოვთ ასევე ეწვიოთ ჩემს საიტს და ბლოგს, სადაც მე ვასწავლი ქართულ ენას.